დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას და გადაცემის აი ამ ნაწილში საკალათბურთო კლუბ ქუთაისი 2010-ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში გვეწვია, რომელსაც რა თქმა უნდა მივესალმები აქვთ. კოტე, გამარჯობა, როგორ ბრძანდები? გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ახალ ამას სტუდიაში. დიდი მადლობა, იმედია რომ მომავალ შეწყიათ შევხვდებით თანახმებულ სტუდიაში, ვითანამშრომლებთ და გვიამბობთ ხო იმ წარმატებების თუ წარუმატებელი თამაშების შესახებ. უფრო ხშირად წარმატებების. ხო. თავარია ჭარბობს ვიღაცისთვის სამწუხარო, ვიღაცისთვის გასახარი, ალბათ ძალიან უხარია ეს ყველაფერი, მაგრამ სპორტს თან სდევს ხო, ყოველთვის იქნება გამარჯვება და ვერც დამარცხება. თავს როგორ გრძნობ ჯამში რომ? კარგად, ნორმალურად დაიწყო ახალი წელი, დაიწყო საქართველოს სუპერლიგის მეორე წრე იწყება პარასკევიდან და შესაბამისად შემართებით ვართ. ადართული ხართ და მოგწყვიტე საქმეს ხო, როგორც ჩვევია. არა. ესეც შემადგენელი ნაწილია ჩვენი საქმის. თქვენთან საუბარი, გულშემატკივართან საუბარი და ასე შემდეგ. კეთილი და პატიოსანი. რამდენი წელი ეს ერთად მოდივართ? უნდა მახსოვს. მეათე წელი დაიწყო, უბრალოდ მეათე სეზონი სრულდება ჩემი ქუთაისში. ჩვენ ალბათ 6-7 წელი იქნება. საიუბილეო თარიღიც მალე მოგვიკარგონათ კაცი. მაგრამ მოდი, ვიდრე ხა სუპერლიგის მეორე წრე იწყება, იქამდე გასული წელი მინდა შევაჯამოთ. განსაკუთრებული მიზანი ჰქონდათ, თავი გაართვით, იქამდე კიდეც საუბრობდი რომ ქუთაისის დატოვებას ფიქრობდი, მაგრამ სიყვარული მას ძლია, დარჩი ფიქრობ რომ სწორი არჩევანი გააკეთებ. კი, რა თქმა უნდა. ანუ სულ თავიდან დავიწყო 2024 წელი შევაფასოთ ასე ვთქვათ. 2024 წელი ძალიან სასარგებლო იყო, ძალიან საინტერესო იყო. გავხდით სუპერლიგის ჩემპიონები უკვე მესამედ, ქუთაისის გუნდი გახდა სუპერლიგის ჩემპიონი ამავდროულად. პირველად ისტორიაში ჩატარებული ახალგაზრდული 22 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულებიც გახდით და ასევე ამ ახალგაზრდა გუნდით მივიღეთ მონაწილეობა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში, სადაც ასევე გამარჯვებას მივაღწიეთ. ასე რომ 2024 წელს 3 ოქრო ჰქონდა. კი ბატონო, 3 ჩემპიონობა. დიახ. და ამას დაემატა ის, რომ როგორც საქართველოს ჩემპიონებმა მოვიპოვეთ უფლება მიგვიღო მონაწილეობა FIBA ევროპის თასის გათამაშებაში. ჯერ უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ტურნირი ვითამაშეთ. ესეც პირველად ქუთაისური საკლუბო ისტორიაში პირველად მოხდა და შესაბამისად ძალიან დატვირთული და ძალიან საინტერესო წელი იყო 2024 წელი. მე ვიმედოვნებ და ვისურვებ რომ 2025 უკეთესი ყოფილიყოს. კეთილი და პატიოსანი. მოკლედ დაპირებაც მიიღეთ იმ დროინდელი ქალაქის მერისგან, ოღონდ თქვენ ევროპის საგზური მომიპოვეთ და კარგი სპორტის სასახლე ჩემზე იყოს, ესე რომ ვთქვათ რაღაც. რა ხდება სპორტის სასახლეში? სპორტის სასახლეში დაპირება კი ბატონო, კი სამწუხაროა რომ ისტორიაში პირველად როგორც გითხარით ქუთაისურმა კლუბმა მოიპოვა ევროტურნირზე თამაშის საშუალება, მაგრამ ეს ევროტურნირი არ იყო ისეთი საინტერესო და ისეთი ასე ვთქვათ შთამბეჭდავი, რადგან არ გვითამაშა საკუთარ კედლებში. რა თქმა უნდა, ეს თამაშები ჩვენ რო გვეთამაშა ქუთაისში ბევრად უკეთესათაც გამოვიდოდით, ხმამაღალი თქვენი არ გამომივიდა და ესე ვიტყვი რა საშინაო კედლებში ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ, რაც აგერ თუნდაც ბოლო თამაში დავამტკიცეთ ეს ყველაფერი. ჩვენი გულშემატკივართან ერთად ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ძალიან განსაკუთრებული ატმოსფერო იქნებოდა, რომ ჩვენ ამ ტურნირზე საკუთარ კედლებში მიგვიღო. ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება არც მისულიყო ოვერტაიმამდე ეს დრო და ეს ძირითადში დაგვემარცხებინა ჩვენი მეტოქი. მაგრამ როგორც გითხარით, ძვრები არის ნამდვილად ძალიან სასიხარულო, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ როგორც იქნა დაიწყო რეაბილიტაცია სპორტსკოლის მიმდინარეობის რეაბილიტაცია და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ისეთ მაღალ დონეზე ჩატარდება და კარგად ჩატარდება, რომ ქუთაისის ახალგაზრდა სპორტსმენებს ექნებათ შესაბამისი პირობები ვარჯიშისა და მომზადებისა. რაც შეეხება დიდ გუნდს, ჩვენ სუპერ ახალ სპორტის სასახლეს ასევე გაჟღერდა ინიციატივა რამოდენიმე თუ არ ვთქვი ახალი წლებთან ერთად იყო დაჯილდოება ქუთაისის წარმატებული სპორტსმენების და შესაბამისად იქაც გაჟღერდა და ითქვა რომ არის უკვე თანხაც გამოყოფილი და დაიწყება ქუთაისში ახალი სპორტის სასახლის შენებლობა, რომელსაც რა თქმა უნდა როგორც კალათბურთი, ისე ხელბურთი, ფრენბურთი და ნებისმიერი სპორტის სახეობა იმსახურებს. იმედია დაპირება დარჩება. ძალიან დიდი იმედი მაქვს. საშინაო შეხვედრებს ქუთაისის სუპერლიგის ეგიდით ან თუნდაც თასზე იმას შინ და არა მაგალითად გასვლაზე სადღაც ახლო აკეთებთ ხოლმე. დავუბრუნდეთ ახლა საქართველოს თასი. პირველი შეხვედრა რუსთავში, შემდეგ საშინაო კედლებში, როგორ ემზადებით საქართველოს თასისთვის და რამდენად პრიორიტეტულია? რა თქმა უნდა, ესე იგი ჩვენ წლევანდელი წელი, ასე ვთქვათ, წლევანდელი სეზონი დავიწყეთ სუპერთასით, სუპერთასის მოპოვება შევძელით ჩემპიონობის შემდეგ უკვე. კი ბატონო, მე 3 ოქრო ვთქვი და ნუ მე-4-ც არის რეალურად, მე-4-ც იყო.
სუპერთასის გამარჯვებულები გავხდით, სამწუხაროდ დუდუ დადიანის მემორიალში დაუმარცხდით, მაშინ მემზადებოდით ევროტურნირებისთვის და ეს ტურნირი უფრო მოსამზადებელი ეტაპად ჰქონდა გამოცხადებული, მაგრამ რა თქმა უნდა, გამარჯვება გსურდა და ვერ შევძელით. რამოდენიმე დღის წინათაც ქორქია საკანდელიძის მემორიალი, რომელიც ჩვენთვის ასევე ძალიან პრესტიჟულია, სამწუხაროდ ფინალში კიდევ ერთ დამატებით დროში დაუმარცხდით. კიდევ ერთი დამატებითი დრო ვითამაშეთ ამ სეზონზე. და რა დაგვრჩა საქართველოს თასი და სუპერლიგა. ეს ორი ტურნირი დაგვრჩა, ორი მე ვფიქრობ, რომ ამათ ყველაზე უფრო პრესტიჟული და მნიშვნელოვანი ტურნირი დაგვრჩა, რომ ეს სეზონი, როგორც გითხარით, უფრო ლამაზი იყოს, ვიდრე 2024 წელი. პირველი ტურის შეხვედრები, ასე ვთქვათ, პირველი ჩვენი მეტოქი რუსთავის გუნდი იყო. რუსთავი ვიცით, რომ შაშან დაქვეითდა და ალიგიაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ რუსთავს დიდი ისტორია აქვს საკალათბურთო, შესაბამისად რუსთავის ქალაქის გუნდის ხელმძღვანელობა სწორედ ეს ის პრობლემა, რომ არ შეიძლება რომ რუსთავის გუნდი იყოს ალიგაში, შესაბამისად საკმაოდ ინვესტიციას ისედაც ახორციელებდნენ, ახალი სპორტის სასახლეც ააშენეს იცით რუსთავში და საკმაოდ კარგი გუნდი შეკრეს, ახალი მწვრთნელი გოგაცეკოვა ჩვენთვის კარგად ნაცნობი, რომელმაც სწორედ ჩვენთან ითამაშა. ბოლო წლები ჩვენთან გაატარა, ქუთაისის გუნდში გაატარა. მე წარმატებას ვუსურვებ რუსთავს და გოგაცეკოვას პირადად. საკმაოდ კაი გუნდი ყავთ და რუსთავში ძალიან დიდი ბრძოლა გაგვიმართეს და დაგვამარცხეს კიდევაც შეიძლება ითქვას საკმაოდ ისეთი ანგარიში 12 ქულა არ არის პატარა ანგარიში. ეს არის პატარა ანგარიში, როგორც თქვენ დაასრულეთ. ხო, ნუ ჩვენ უკვე მეორე თამაშისთვის პროგრამა მინიმუმი იყო, 12 ქულაზე მეტი უნდა მოგვეგო. თამაშის მიმდინარეობისას გეცოდინება და გულშემატკივრს ეცოდინება დიდი ანგარიშითაც ვიგებდით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში 22 ქულით გავიმარჯვეთ, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით და ეხლა უკვე ველოდებით ჩვენს მეტოქეს, რომელიც დღეს გაირკვევა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტი, შაშანდელი ფინალისტი, სუპერლიგის ფინალისტი, ეთამაშება გორის გუნდს და შესაბამისად მათ შორის გამარჯვებული უკვე იქნება ჩვენი შემდეგ ეტაპზე ჩვენი მოწინააღმდეგე. კოტე სუპერლიგის მეორე წრე დაიწყო, მეოთხე პოზიციაზე იმყოფებით, ხა რამდენად არის ეს სასურველი პოზიცია თუ ჯერ ყველაფერი წინ არის და ეს ესე ვთქვათ არასასიამოვნო სიურპრიზებს პირდაპირ. რა თქმა უნდა არ არის სასურველი, ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით, პირველ რიგში რეგულარული ჩემპიონატი გვინდა რომ მაღალ ადგილებზე დავასრულოთ, რადგან საშინაო კედლების უპირატესობა გქონდეთ. იმ უპირატესობაზე, რომელზედაც უკვე ვისაუბრე, ჩვენი გულშემატკივარია პირველ რიგში ეს უპირატესობა. შესაბამისად არ ვართ, რა თქმა უნდა, კმაყოფილები იმით, რომ მეოთხე ადგილზე ვართ, მაგრამ საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ერთი მოგება, ერთი წაგება შეიძლება მთლიანად შეიცვალოს სურათი, ამის გამოცდილება ჩვენ შაშანაც გვაქვს, შაშანდელი გამოცდილება, რა თქმა უნდა, სწორედ მეორე წრეში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი ის არის, რომ პირველ ადგილზე უნდა დავასრულოთ, რადგან ყველა მეტოქესთან კონდეს მოედნის უპირატესობა. და პარასკევს შეხვედრა გვაქვს გურჯაანის დელტაში. გურჯაანი, რომელიც ჩვენი მეზობელია, ჩვენ მეოთხეზე ვართ, გურჯაანის გუნდი მეხუთე ადგილზეა, შესაბამისად. კი ბატონო, ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელოვანი თამაში, როგორც ყველა დანარჩენი მეორე წრეში. კი ბატონო, როგორ ემზადებით ახლა ამ თამაშისთვის? დელტაც ამბიციური გოგია თან ბატონო. კი ბატონო. თქვა გამოცდილი მწვრთნელი. კი, და ესმის ყველა გუნდს ესმის, რა თქმა უნდა, გურჯაანიც უკვე მეორე წელია თავის საკუთარ კედლებში თამაშობს, მათაც თავისი უპირატესობა აქვს თავის კედლების და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირველ წრეში სწორედ გურჯაანში გავიმარჯვეთ, გურჯაანში საკუთარ კედლებში დავამარცხეთ, მაინც პლეი-ოფებში საკმაოდ რთული იქნება იქ თამაში, ასე რომ გურჩევნია, რომ მოედნის უპირატესობით შევხვდეთ ამ პლეი-ოფებს, იქნება ეს გურჯაანი, გორი, ტყიბული თუ ნებისმიერი სხვა რეგიონის გუნდი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, გურჯაანი აქ საბრძოლოდ მოდის, რასაც ვაპირებთ, იგივეს ვაპირებთ ჩვენც, რომ გავიმარჯვოთ და გავიუმჯობესოთ სატურნირო მდგომარეობა. კეთილი, ოვერტაიმები დაგჩემდათ თქო ერთხელ გკითხებოთ ფილმში. ეს რაღაც ახალი ტრადიცია დაიწყო, ხო? ქართული კალათბურთის ისტორიაში ამდენი ოვერტაიმი. ალბათ ეს უფრო იმის ბრალია, ასე ვთქვათ, ბრალეულობა, რომ საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გვაქვს, საკმაოდ ძლიერი გუნდები, კარგად დაკომპლექტებული გუნდები. კიდევ შაშანდელ სეზონს გავიხსენებთ, იცით რომ ჩვენი მეტოქე ფინალებში იყო მერვე ადგილზე გასული გუნდი. შესაბამისად, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ყველა გუნდს აქვს შანსი ჩემპიონობის, ყველა გუნდი იბრძვის გამარჯვებისთვის და შესაბამისად ამ დაძაბულობას მოაქვს ის, რომ არაერთი ოვერტაიმის მომსწრენი გავხდით. გავხდით და გავხდებით? მოვიგოთ და არ არის პრობლემა იყოს ოვერტაიმი. კატე, ნახე, რაღაც ყველა კლუბი სხვანაირად არის თითქოს მოტივირებული, ძალიან დიდი ანგარიშით სრულდება. სანახაობრივად საინტერესო თამაშებია, თუ ნეიტრალური გულშემატკივარია და სანერვიულო არაფერი გაქვს, კიდევ უფრო სხვა სიამოვნებას იღებ. ხო, აი, კლუბები სხვა დონეზე გადავიდა თითქოს, აი, ჯამურად რო შეხედო ამ კლუბს. კი, მე ამაზე შაშანდელი სეზონის შემდეგ ვისაუბრე და წელს გაგრძელება და მე მიხარია, რომ რეგიონებში გაშლა საქართველოს ჩემპიონატის და გახსოვს ადრე რომ მხოლოდ 3 გუნდი იყო რეგიონში, იყო რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. ეხლა რეგიონებში გავიდა ეს გუნდები და საკმაოდ
ასე ვთქვათ, საშინაო კედლებმა ალბათ იგივე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დახმარებით ცოტა ფინანსურადაც ცოტა სტაბილური მდგომარეობა გაუჩნდათ ამ გუნდებს და ამა ყველაფერმა თავის გავლენა იქონია. რაც შეეხება мотиваციას კიდე ქუთაისის გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, შესაბამისად ყველა გუნდი ჩვენთან განსაკუთრებულად მოტივირებული გამოდის. მათ დასაკარგი არაფერი არ აქვს, არავინ არ დაძრახავს მათ რომ როგორ წააგეთ ქუთაისთან, მაგრამ თუ მოუგეს ქუთაის, ეს მათთვის ასე ვთქვათ, დამატებითი мотиваცია და დამატებითი სტიმულია სხვა თამაშებისთვის. გოტე, ახალი სეზონი მიმოვიხილეთ ნაწილობრივ, მაგრამ აქცენტი არ გაგვიკეთებია კალათბურთელებზე. ძირითადი ბირთვი იქნა შენარჩუნებული და სელექცია როგორ მოხდა ის ლეგიონერები რომ. კი ბატონო. ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის იმას შემდეგ რაც გადაწყდა ევროტურნირებზე მონაწილეობა, უნდა მიგვეღო, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ სწორედ ჩანშანდელი ძირითადი ბირთვი, ის საჩემპიონო გუნდის შემენარჩუნებელი, რომელმაც შანშან დიდი ბრძოლა გადაიტანა და საბოლოო ჯამში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ძირითადად მოახერხეთ კიდეც მხოლოდ დათო ლომიძემ დატოვა ქართველებისგან კლუბი, დავიმატეთ ასევე უცხოელებმა, რა თქმა უნდა, უცხოელების დატოვება სამწუხაროდ ვერ შევძელით, რადგან უკეთეს ლიგებში წავიდნენ, უკეთეს ქვეყნებში, უკეთეს კლუბებში, ბევრად უფრო დიდ ანაზღაურებაზე წავიდნენ და შესაბამისად ჩვენ მოვიძიეთ ორი ახალწეული, რომელიც დღემდე ჩვენს გუნდში ირიცხება, ვფიქრობ, რომ კარგად შეავსო ის დანაკლისი, რაც გაგვაჩნდა, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი გამოსასწორებელი, მაგრამ ძალღონეს არ ვიშურებთ როგორც მწვრთნელები, ისე მოთამაშეები, რომ ეს დანაკლისი და ეს მინუსები აღმოფხვრა და უკვე მეორე წრეს საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ უკვე პლეი-ოფებს მომზადებულები შევხვდეთ. კეთილი, ჩემპიონი კლუბიდან რომ დაეტაცებინა სხვა კლუბებს კალათბურთელები, ალბათ დიდი მცდელობა იქნება. რა თქმა უნდა. აი, როგორ მოახერხე ხარა ძალას პროფესიაც, რომ შეინარჩუნოს კალათბურთელი? არაფერი, იცით რა არის? კი ბატონო, განსაკუთრებული ალბათ გადამწყვეტი ერთი რამე იყო და ვისაუბრებ ამის შესახებ, მაგრამ თქვენ როგორც ახსენეთ, შარშანდელი გუნდიდან გამომდინარე გემახსოვრებათ, რომ განსაკუთრებულად სამი ახალგაზრდა ყავდა ის სამი ახალგაზრდა, რომ ბერეკაშვილი, ოჩხიკიძე და სულაბერიძე, რომელმაც სხვებთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ გუნდს ჩემპიონობა მოეპოვებინა, რა თქმა უნდა. ახალგაზრდა მოთამაშე მით უმეტეს ესეთი დონის, როგორც ესენი არიან, ბევრ გუნდს უნდა, ბევრ კლუბს უნდა, მაგრამ ჩვენი წელს ჩვენი ყველაზე მთავარი, ასე ვთქვათ, პლუსი და ასე ვთქვათ, უპირატესობა სხვებთან შედარებით იყოს ის, რომ როგორც გითხარით, საქართველოს ჩემპიონის რანგში მივიღეთ ევროტურნირებზე მონაწილეობა და ევროტურნირებზე მონაწილეობა კიდე ძალიან პრესტიჟულია, ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ამიჭება სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმით, რომ ჩვენი კლუბის ღირსება დაიწვეს, დარჩნენ ამ კლუბში და აგრძელებენ ჩვენთან ერთად ბრძოლას. რამდენად არიან ხარისხობრივად ზუსტად ისეთები, როგორებიც იყვნენ გასულ სეზონში? ნუ, რა თქმა უნდა. მე პირადად მაქვს სურვილი რომ წარმატება მხარ დაახიათ თავბრუ. არ ვიცი, არ მგონია, რაღაცა იყო შეიძლება მასეთი დღეები, მაგრამ გადავხედავთ ახლა სამეურნეო მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, როგორც მე ალბათ თქვენ როგორც გულშემატკივრებს სურვილი გაქვთ, რომ კიდევ უკეთესები იხილოთ ისინი და მეც გამაჩნია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საკითხზე მუშაობთ და იმედი მაქვს, რომ რაღაც პატარა გამონათებები გვაქვს და ეს გამონათება მუდმივი გახდება და კიდევ უფრო უკეთესები გახდებიან ეს ბიჭები და დანარჩენი ის მოთამაშეები, რომლებიც ჩვენ გუნდში ირიცხებიან. ხო, ერთ-ერთი სტაბილური და საინტერესო კალათბურთელი არის ასევე კორსანტია, ხო? ბოლომდე იბრძვის და კარგ ფორმაშია წელს თუ. კი, კორსანტია. შარშანუთშიო და რაღაც შუც, მაგრამ წელს რაღაც სხვანაირად. კი ბატონო, მოტივირებულია, მებრძოლია, კორსანტია ყოველთვის იბრძვის წარმატებებისთვის, გამარჯვებისთვის და მე ვფიქრობ, რომ კარგ მაგალითს აძლევს თუნდაც იმ ახალგაზრდებს, რომლებზეც ახლა ვისაუბრეთ, მისაბაძია, მე მიხარია, რომ ის ეროვნულ ნაკრებში როგორც იქნა გამოიძახეს, მოხვდა ძირითად შემადგენლობაშიც, სამწუხაროდ ბოლო თამაშებში არ მიეცა თამაშის საშუალება, მაგრამ აგერ თებერვლის სანაკრებო ფანჯარა მოდის და მე იმედი მაქვს, რომ არც ამჯერად დარჩება ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასე ვთქვათ ყურადღების გარეშე. ჩვენი ეროვნული მწვრთნელის ყურადღების ცენტრში ასევე სულაბერიძეც. კი, სულაბერიძეც ყავდა გამოცხადებული, ნუ ოჩხიკიძე უკვე შეიძლება ითქვას, რომ სისტემატურად იცხადებს იძახებენ ოჩხიკიძეს და მე იმედი მაქვს, რომ სხვა მოთამაშეებსაც შეამჩნევს ჩვენი ნაკრების მწვრთნელი. ძალიან კარგი და პატიოსანი. ჯამში რა განწყობაა კლუბში? როგორც გითხარით. ხო, აი, მნიშვნელოვანია, ხო? განწყობა, კი, განწყობა კი. ქალაქის პატივისცემა, სიყვარული. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი. კაპიტალიშვილი, რომელიც დაგიბრუნდა კაპიტანი. უმნიშვნელოვანესი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხას უსმენთ ამათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია. და პატივისცემას იმსახურებს ეს ქალაქი, ამ ქალაქის გუნდი, რომელსაც არაერთი წარმატება მოუტანია თავის გულშემატკივრისთვის და მე მინდა რომ ჩემმა თითოეულმა მოთამაშემ ეს პასუხისგებლობა იგრძნოს და ამას მოუწოდებ ყოველთვის ხოლმე, როცა მჭირდება.
ხო და შესაბამისად ვახსენეთ აი ეს წარუმატებლები ის თუნდაც აგერ რამოდენიმე დღის წინ თესეუსთან დაგებული ფინალი მე ვფიქრობ რომ ესეთი დღეები ჩვენ კიდევ უფრო უნდა გაგვაძლიეროს კიდევ უფრო მეტი мотиваცია მოგვცეს იმისა რომ თუნდაც ჩვენი გულშემატკივრის თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ და იგივე წარმატებები და გამარჯვებებით ასე ვთქვათ დავიბრუნოთ ის დაუმარცხებელი გუნდის სახელი რომელიც ხშირად გვაქვს ხოლმე. თბილისი ხო არ ცდილობს ხოლმე ისე ქუთაისის დაჩაგვრას, ხო ამას გულისხმობს რომ ვერ ყველა ცდილობს ქუთაისის დაჩაგვრას და ყველას უნდა ქუთაისის დამარცხება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ გამოდის. კოტე კეთილი და პატიოსანი 10 წელია ქუთაისის მთავარი მწვრთნელი ხარ. იფიქრებდი ისე თავის დროზე პირველ წელს რო რა თქმა უნდა ვერა იმავე კლუბში დარჩები. ვერა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ჩემ ასე ვთქვათ სამწვრთნელო კარიერაში ქუთაისის გუნდი იყო ჩემთვის მესამე კლუბი. კარიერა დავიწყე არმიაში, თბილისის არმიაში, სადაც 3 წელი გავატარე, შემდეგ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი, სადაც 1 წელი გავატარე და მე წამოვედი ქუთაისში, შესაბამისად არც მიფიქრია და არც არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ, რომ ამდენი ხანი გავჩერდებოდი, მაგრამ ნუ რაღაცა 10 სეზონი არ არის პატარა დრო, პატარა პერიოდი და ნამდვილად არ მიფიქრია რომ ამდენი ხანი გავჩერდებოდი, თუნდაც თქვენს ეთერში არაერთხელ გამიჟღერებია მის შესახებ რომ გუნდ კლუბის დატოვების სურვილი მქონდა, ახალი გამოცდილების, ახალი ასე ვთქვათ გამოწვევების სურვილი მქონდა, მაგრამ წელს ყოველ შემთხვევაში აი ეს სანუკვარი სურვილი ჩემი პირადად და ვფიქრობ რომ ნებისმიერი კალათბურთის მოყვარულის რომ კლუბს, ქართულ კლუბს ქონდა საშუალება ჯერ FIBA ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, შემდეგ უკვე FIBA ევროთაზე მიიღო მონაწილეობა და სწორედ ეს იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა იმ ევროტურნირებთან ერთად, რომელიც აღნიშნე. იგივე თუნდაც ჩვენ თუ კი არა და ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს და მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდებით, კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო დიდი გამოცდილებით მოგვეცემა საშუალება რომ შევუტიოთ ისე ევროტურნირებს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივახციოთ. ქუთაისში შევუტიოთ. კი ბატონო, ქუთაისში დიახ. ანუ ჩემპიონობა გაფიქრებინით იმას რომ მომდევნო სეზონში დგას. დიახ. თუ ჩემპიონი გავხდი, რა თქმა უნდა, იმ ევროტურნირებთან ერთად კიდევ მინდა რომ ვცადო და გამოვცადო ჩემი თავი და გითხარით რომ არაერთი წარმატება გვაქვს საქართველოს ეგიდი საქართველოს ჩემპიონატებში, მაგრამ ევროტურნირებშიც დავძლიოთ პირველი ბარიერი, ასე ვთქვათ, ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ დიდი წარმატება იქნება. ხო, საშინაო კედლები ახსენე და გულშემატკივრები, რომლის დეფიციტი არის, როცა თამაში იმართება თბილისში. ქუთაისში მითხარი, სად გაქრა ის ფან-კლუბი, ახალგაზრდების ფან-კლუბი და რა ძალაა ზოგადად გულშემატკივრებს? ძალიან დიდი ხალხია ფაქტიურად, მაგრამ არაერთი იმისაუბრია გულშემატკივრებზე და მათ მნიშვნელობაზე ჩვენთვის. ვიცით რა არის? სად გაქრენ არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ ახლა თუნდაც გავიხსენოთ რუსთავის თამაში, არ იყო ცოტა ადამიანი მოსული დარბაზში, რა თქმა უნდა, ვისურვებდი რომ შეიძლება ორ-მეორე, მაგრამ როგორც ხო, ფან-კლუბი შაშანდელი ფან-კლუბზე იძახით, ხო, მე ვფიქრობ არსად არ გამქრალენ ის ბიჭები თვითონ კალათბურთში არიან ჩართულები, საკმაოდ დატვირთული სეზონი გააჩინათ მათაც. თამაშობენ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებში. საპატიო მიზეზი ქონია. კი, მაგრამ ნელ-ნელა ეხლა სწორედ როდესაც უკვე ჩემპიონატი დასკვნით ეტაპს უახლოვდება, კი, ნელ-ნელა ისევ მოიყრიან თავს და ჩვენ მათ გოლშემატკივრობთ, ისინი ჩვენ საგოლშემატკივრობთ ილიან და ასე შემდეგ. ვიდრე დღეისათვის დაგემშვიდობები, რას პირდებით? მათ ვისაც ქუთაისი უყვარს და ქუთაისთან ერთად ქუთაისი 2010. ვახსენე და ვთქვი და კიდევ მაქსიმალური დიდი, ხო, ახლა რაღაც სასწაულს ვერ დავპირდები, მაგრამ ერთ ყოველთვის პირდები და დავპირდები, სანამ მე ვიქნები ქუთაისის გუნდის მწვრთნელი, ეს გუნდი მხოლოდ მაქსიმალური მიზნებისთვის იბრძოლებს და ყველაფერს გააკეთებს. იმისთვის რომ ამ ქალაქის ღირსება, ამ კლუბის ღირსება და ქუთაისური კალათბურთის ძალიან დიდი ისტორიის ღირსება დაიცვას. დიდი მადლობა რომ გვეწვია, იმედია ეს არ იქნება პირველი და ბოლო შეხვედრა. გაივლის რაღაც პერიოდი, გვეწვევით, კალათბურთელები გვეწვევიან, დიდი მადლობა რომ დიდი მადლობა მოწვევისთვის კიდევ წარმატებები ყველა კლუბს, რომელიც მონაწილეობს თუნდაც სუპერლიგაში და ასევე უდიდესი წარმატება თქვენ. იცით როგორ გქონაგო? კი. მადლობა თქვენ ამისთვის. ხო, სადვიმყოფები, ყოველთვის ვცდილობთ მოვიდეთ თქვენამდე და მომავალშიც გვიგულეთ თქვენს გვერდით. დროებით დაგემშვიდობები, ბედნიერ დღეს გისურვებთ ნახვამდის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეისათვის გადაცემა შუადღე ქუთაისში ამით დასრულებულია. ჩვენი სტუმარი გახლდათ ქუთაისი 2010-ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში. რა თქმა უნდა, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ. დღეისათვის კი გემშვიდობებით კიდევ ერთხელ, ბედნიერ ხიმილია, ნაყოფიერ დღეს და სამუშაო კვირას გისურვებთ ნახვამდის.